პატარა პრინცი. თავი პირველი. 6 წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს წიგნში ნამდვილი ამბები, რომელიც უღრანი დღის ცხოვრებას აღწერდა, განსაცვიფრებელ სურათს გადავაწყდი. მახრჩობელა გველი რაღაც ცხოველს კლაპავდა. აი, იმ ნახატის ასლი. წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები მსხვერპლს დაუღეჭავად კლაპავენ. შემდეგ ვეღარ ინძრევიან. 6 თვეს ძინავთ და ნადავლს ინელებენ. მაშინ ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების თავგადასავლებზე და იმდენი ვეცადე, რომ ფერადი ფანქრებით ჩემი პირველი სურათი დავხატე. აი ისიც, ნახატი ნომერი 1. ჩემს შედევრს დიდებს წამდაუწუნ თვალწინ უტრიალებდი და ვეკითხებოდი. ეშინოდათ თუ არა. ქუთმა როგორ უნდა შეგვაშინოს, უგვირდათ დიდებს. ჩემს სურათზე ქუდი კი არა, მახრჩობელა გველი ეხატა, რომელიც სპილოს ინელებდა. მაშინ გველი შიგნიდან დავხატე, რათა დიდები ახლა მაინც მიმختარიყვნენ. მათ ხომ მუდამ ყველაფერი ხელის გულზე უნდა დაუდო. აი, ჩემი ნახატი ნომერი 2. შიგნიდან თუ გარედან მახრჩობელა გველების ხატვას გიჯობს გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედო. მირჩიეს დიდებმა. აი ასე დავასრულე 6 წლის ასაკში მხატვრის ბრწყინვალე კარიერა. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატების მარცხით გაწბილებულს იმედი გადამეწურა. დიდები საკუთარი ჭკუით ვერასოდეს ვერაფერს ხვდებიან. ბავშვები კი ამდენი ახსნა განმარტებით იღლებიან. სხვა საქმეს უნდა დავდგომოდი და მეც თვითმფრინავების მართვა ვისწავლე. თითქმის მთელი ქვეყანა შემოვიფრინე. კუთხე-კუნჭული არ დამიტოვებია. გეოგრაფია, რაც მართალია ძალიან გამომადგა. ჩინეთს და არიზონას თვალის ერთი შევლებით ვცნობდი. ღამით გზას აცდენილ კაცსაც ისევ და ისევ გეოგრაფია თუ უშველის. ცხოვრებაში უამრავ ჭკუადამჯდარ ადამიანს გადავყრივა. დიდებთანაც დიდხანს ვიცხოვრე. კარგად ვიცი მათი ავანჩავანი. ამიტომ აზრი ვერა და ვერ შემაცვლებდის. თუ კი სადმე გონიერ კაცს დავიგულებდი, ყისვე გამოცდას უწყობდი ჩემი ნომერ 1 ნახატით, რომელსაც მუდამ თან დავატარებდი. სურდა გამეგო, მართლაც გამჭრიახი იყო თუ არა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა. ქუდია. მახრჩობელა გველებზე, უღრან ტყეებსა და ვარსკვლავებზე ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. სხვა რაღა დამრჩენოდა. მეც ხმას უწყობდი და ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა თუ ჰალსტუხებზე ჩამოუგდებდი სიტყვას. ხო და მათაც დიდად სიამოვნებოდათ. ეს რა ჭკუის კოლოფი გავიცანითო. თავი მეორე. აი ასე ვცხოვრობდი მარტოსული და მესაიდუმლეც არავინ მეგულებოდა. სანამ 6 წლის წინ ავარია არ შემემთხვა საჰარის უდაბნოში. თვითმფრინავის ძრავაში რაღაც მოიშალა. რადგან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრები, თვითმფრინავისთვის თვითონ უნდა მიმეხედა. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ვიდექი. სასმელი წყალი ერთი კვირა თუ მეყოფოდა. პირველი ღამე ქვიშაზე, ადამიანთა საცხოვრებელთან 1000 კილომეტრის დაშორებით გავათენე. შავ დღეში ვიყავი. თავს უფრო მარტოსულად ვგრძნობდი, ვიდრე ჩაძირული გემის ბედად გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ფარღალალატივის ანაბარად დარჩა შუა ოკეანეში. ამიტომაც ადვილად წარმოიდგენთ ჩემს გაოცებას, როდესაც განთიადზე ბურანში სუსტი ხმა ჩამესვა. ბატკანი დამიხატე, გეთაყვა. რაო? ბატკანი დამიხატე. მեղდაკრული წამოხდი. თვალები მოვიფშნიდე. კარგად დავაკვირდი და უცნაური ბიჭუნა დავინახე, რომელიც დინჯად მომჩერებოდა. აი მისი პორტრეტი. მოგვიანებით დავხატე და ამაზე უკეთ ვერ შევძელი, რა თქმა უნდა, სილამაზით ჩემი ნახატი სინამდვილესთან ახლოსაც ვერ მივა.
ჩემი ბრალი არ არის. თავის დროზე დიდებმა ნახატები დამიწუნეს და 6 წლის ასაკში მხატვრობაზე ხელი ამაღებინეს. ამიტომაც მახრჩობელა გველების მეც ვერაფერს ვხატავდი. გაოცებისგან ფართოდ გახელილი თვალებით შევცქეროდი ამ უცნაურ გამოცხადებას. ნუ გავიწყდებათ, ადამიანებს 1000 კილომეტრი მაშორებდა. ჩემი ბიჭუნა კი გზააბნეულს, თაღლილობისგან ღონა მიცლილს, შიმშილისა თუ წყურვილისგან მისავათებულსა და შიმშილისგან სულ მიხვდილს სულაც არ ჰგავდა. ადამიანების ადგილსამყოფელს 1000 კილომეტრით დაშორებული, უდაბნოს შუაგულში ჩაკარგული ბავშვისა არაფერი ემჩნეოდა. გონს რომ მოვეგებ კითხე. კი, მაგრამ აქ რას აკეთებ? თითქოს რაღაც საიდუმლოს მიმხელსო წყნარად გამიმეორა. ბატკანი დამიხატე. ესოდენ შთამბეჭდავი სასწაულის მომსწრე ურჩობას როგორ გავბედავდი. რაც უნდა სულელურად მომჩვენებოდა ამ გადაკარგულ ადგილას, ადამიანების საცხოვრებისგან 1000 კილომეტრის დაშორებით თითქმის სასიკვდილოდ განწირულს, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდი და მუდმივი კალამი. წამსვე თავში გამიელვა, რომ მხოლოდ გეოგრაფია, ისტორია, არითმეტიკა და გრამატიკა მქონდა ნასწავლი და ცოტაოდენ უკმეხად უთხარი. ხატვის არაფერი გამეგება მეთქი. ეგ არაფერი, მიპასუხა მან. ბატკანი დამიხატე. ბატკანი არასოდეს დამიხატავს. ამიტომ როგორც შევძელი იმ ორი ნახატიდან ერთი დახურული მახრჩობელა გველი დავუხატე. რაოდენ გავოცდი, როდესაც ბიჭუნა სიტყვები ჩამესმა. არა, მე გველში სპილო არ მithოვია. მახრჩობელა გველი საშიშია. სპილო კი ბევრ ადგილს იკავებს. ჩემთან ყველაფერი ისე პატარაა. ბატკანი მინდა, დამიხატე. ხო და მეც დავხატე. ყურადღებით დააკვირდა და მითხრა. არა, ავანტყოფი ბატკანია, სხვა დამიხატე. დავხატე. ჩემმა მეგობარმა ნაზად გამიღიმე და თითქოს თანამიგრძნობსო, მობიერად მითხრა. შენს ხომ ხედავ, ეს ბატკანი კი არა, ცხვარია, რქები აქვს. კიდევ ერთხელ გადავაკეთე ნახატი, მაგრამ მასაც იგივე ბედი ერგო. ისეთი ბატკანი მინდა, რომელიც დიდხანს იცოცხლებს. ერთი სული მქონდა, სანამ ძრავას დავშლიდი. მოთმინება დავკარგე. ეს ნახატი დავჯღაბნე და მივახალე. ეს ყუთია. შენი ბატკანი ამ ყუთშია. შევამჩნიე როგორ გაუნათდა სახე. ჩემს ნორჩ საჯულს. მეც სწორედ ეს მინდოდა. როგორ გონია, ბევრი ბალახი დასჭირდება? რატომ მეკითხები? ჩემთან ყველაფერი ისე პატარაა. გონი ეყოფა, თოთო ბატკანი დაგიხატე. ბიჭუნა დაიხარა და ნახატს დააცქერდა. არც ისე პატარაა. დახე? ჩაეძინა. აი, ასე გავიცანი პატარა პრინცი. თავი მესამე. კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, საიდან და როგორ მოვიდა პატარა პრინცი. თვითონ უამრავ კითხვას მისვამდა. ჩემსას კი ყურსაც არ ათხოვებდა. აქ-იქ შემთხვევით წამოსროლილმა სიტყვებმა ყველაფერი გამაგებინა. მაგალითად, როდესაც ჩემი თვითმფრინავი პირველად ნახა, თვითმფრინავს ვერ დავხატავ, ძნელი საქმეა და არაფერი გამომივა, კითხა, ეს რაღაცაა? ეს რაღაც არ არის. დაფრინავს. ჩემი თვითმფრინავია. სიამაყით ვამცნე, რომ ფრინავდი. როგორ? ციდან ჩამოვარდი? წარმოიძახა გაუცებულმა. თანხმობის ნიშნად თავი მორცხვად დავხარე. ოჰო, უცნაურია. პატარა პრინცმა წკრიალა ხმით გადაიკისკისა. ლაღი მომხიბლელი სიცილი ჰქონდა. მე კი გავბრაზდი. არ მიყვარს, როცა ჩემ უბედურებას ვიღაცა აგვჩათ იგდებს. შემდეგ დაამატა. ესე იგი შენც ზეციდან ჩამოვარდი. რომელი პლანეტიდან ხარ? ხო და სიბნელეში უცებ ინათა. არც ვაციე და არც ვაცხელე. გამოდის სხვა პლანეტიდან მოხვედი? არაფერი მიპასუხა. თავს იქნევდა და თვითმფრინავს თვალს არ აცილებდა.
მართალი თუ გინდა, ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი. ფიქრებში წავიდა. მერე ჯიბიდან ჩემი ნახატი ამოიღო და განცის თვალიერებას მოჰყვა. ადვილად წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა ამ სანახევრო აღსარებამ სხვა პლანეტების შესახებ. შევეცადე უფრო მეტი გამეგო. საიდან მოდიხარ ბიჭუნა, სად არის ეს ჩემთან? ბატკანი სად უნდა წაიყვანო? ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მიპასუხა. იცი, კარგად მოიფიქრე, ეს 5 ღამით სახალთ გამოადგება. რა თქმა უნდა, კარგად თუ მოიქცევი, თოქს და პალოს მოგცემ, რომ დღისით დააბა. ჩემმა სიტყვებმა პატარა პრინცი გააოცა. დავაბა? ეს საიდან მოიტანე? თუ არ დააბი, წავა და დაიკარგება. ჩემმა მეგობარმა კიდევ ერთხელ გადაიკისკისა. მერე და სადამდე ივლის. სადამდეც გული გაუწევს, თუნდაც სულ პირდაპირ. მაშინ პატარა პრინცმა დინჯად ამიხსნა. ნუ დარდობ, ერთი ცისქნა პლანეტაა. და ცოტაოდენ ნაღვლიანად დაამატა. თუ სულ პირდაპირ ივლის, შორს ვერ წავა. თავი მეოთხე. აი ასე გავიგე მეორე მნიშვნელოვანი ამბავი. მისი მშობლიური პლანეტა სახლის ოდენაც არ ყოფილა. არც გამკვირვებია. ვიცოდი, რომ დედამიწის, იუპიტერის, მარსის და ვენერას გვერდით, რომლებსაც ადამიანებმა სახელები უბოძეს, ასობით სხვა პლანეტაცაა. იმდენად მცირე, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც გაგიჭირდებათ. როდესაც ვინმე ასტრონომი ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩენს, მათ სახელს კი არ არქმევს, ნომერს აძლევს, მაგალითად ასტეროიდი 325. ეჭვი არ მეპარება, რომ ასტეროიდი B612 სწორედ ის პლანეტა იყო, საიდანაც პატარა პრინცი მოვიდა და რომელსაც ვიღაც თურქმა ასტრონომმა 1909 წელს მოჰკრა თვალი ტელესკოპში. თავის დროზე ასტრონომთა საერთაშორისო კონგრესზე მან კარგად ითხრას ილაპარაკა საკუთარ აღმოჩენაზე, მაგრამ მისი არავინ ირწმუნა. ტანსაცმლის ბრალი თუ იყო. რას იზამ? დიდები ასეთები არიან. მაგრამ ასტეროიდ B612-ს ბედმა გაუღიმა. თურქმა დიქტატორმა სიკვდილით დასჯის მუქარით აიძულა ქვეშევრდომნი ევროპულ ყაიდაზე ჩაეცვათ. კოხტად გამოწყობილმა ასტრონომმა იგივე მოხსენება 1920 წელს ხელმეორედ წაიკითხა. ამჯერად ყველამ ერთხმად გაიზიარა ასტრონომის აზრი. თუ კი ასტეროიდ B612-ის შესახებ ასე წვრილად მოგახსენეთ და მისი ნომერიც გაგიმხილეთ, ეს დიდები საყურადღებოდ გავაკეთე. დიდები ჭკუას კარგავენ ციფრებზე. როდესაც მათ ახალშეძენილ მეგობარზე ესაუბრები, თავარს არასდროს ჩაგეძიებიან. არც იმას იკითხავენ, როგორი ხმა აქვს, თამაში თუ უყვარს, ან პეპლებს თუ აგროვებს. არა, სულ ამას გეკითხებიან, რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენ სიწონის და რამდენ ფულს შოულობს მამამისი. ხო და იტყვიან, ახლა შენი მეგობარი კარგად გავიცანითო. თუ კი დიდებს ეტყვით, ვარდისფერი აგურით ნაშენი ლამაზის სახლი ვნახე, ფანჯრის რაფაზე ჰერანიუმები იდგა, სახურაზე მტრედები ისხდნენ, მსგავს სახლს ვერა და ვერ წარმოიდგენენ. ასე უნდა უთხრა, 100,000 ფრანკად შეფასებული სახლი ვნახე. მაშინ კი ერთბაშად წამოიყვირებენ, აი მესმის. აბას ცადეთ და უთხარეთ. პატარა პრინცის არსებობის დასტურად ისიც კმარა, რომ ლამაზი იყო. იცინოდა და ბატკანს ნატრობდა. ბატკანი თუ გსურს, მაშასადამე არსებობ. დიდები ხრებს აიჩეჩენ და ნუ ბავშვობო გეტყვიან, მაგრამ თუ კი გამოუცხადებთ პლანეტა, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდ B612-ია, წავსვე იწმუნებენ და კითხვებსაც აღარ დაგაყრიან. რა გაეწყობა? ასეთები არიან, ამიტომ მათზე გაბრაზება არ ღირს. ბავშვებს იზღად არჩენიათ, უფროსებს შეუნტონ. ჩვენ მათზე კარგად ვერ ყვევით ცხოვრების ანაბანაში და ნომრებს არაფრად დაგიდევთ. მე ძალიან სურს ეს ამბავი ზღაპარივით მოყვე, ამიტომაც მირჩევნია ასე დავიწყო.
იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა პრინცი. მასავით თითქნა პლანეტაზე ცხოვრობდა და მეგობრებს ნატრობდა. ის ვისაც ცხოვრება ესმის გამიგებს. სულაც არ მსურს ჩემი წიგნი ვინმემ თვალის ერთი გადავლებით წაიკითხოს. ეს მოგონებები სულს მიფორიაქებს. აი უკვე 6 წელია, რაც ჩემი მეგობარი წავიდა და ბატკანიც თან გაიყოლა. ახლა მასზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ არ დავივიწყო. მეგობრის დავიწყება უკურნებელი წუხილია. ყველას არ ყავს მეგობარი და შეიძლება მეც იმ დიდებს ვემსგავსო, ვისაც რიცხვების მეტი არაფერი ატარდებთ. ამიტომაც შევიძინე საღებავების ყუთი და ფანქრები. ძნელია ჩემს ასაკში თავიდან შეუდგე ხატვას. მით უმეტეს თუ დახურული ან ღია გველების მეტი არაფერი დაგიხატავს. ისიც მაშინ, როცა 6 წლისა იყავი. ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ ჩემი ნახატი მოდელს მივამსგავსო. თუმც კი წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ. ერთი გამოვა, მეორე არა. ცოტა არ იყოს ზომებიც მერევა. აი, აქ პატარა პრინცი უფრო მაღალია. აქ კი ძალიან დაბალი. ასაცვლის ფერიც მაეჭვებს. ხელის ფათურით მივიწევ წინ. რაც გამოვა, გამოვა. უფრო მძიმე შეცდომებიც მომსვლია. უნდა მაპატიოთ. ჩემს მეგობარს ჩემთვის არასოდეს არაფერი აუხსნია. ეტყობა მისი ჭკუის ვეგონე. მე კი ჩემ დასაუბედუროდ ყუთში ბატკანს ვერ ვხედავ. ეტყობა სიბერე შემომეპარა.